გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. ვიმყოფებით სტენდთან, რომელსაც ქვია M-Hero. ყოფილი სამხედრო ავტომობილი, რომელიც დღეს გახდა სამოქალაქო. ძალიან ძვირი და ლორინსერიც უშვებს ამის ტიუნინგ ვერსიებს. წამოდით ვნახოთ. ეს არის M-Hero M817. შევხედოთ თუ რას წარმოადგენს საერთოდ ეს ავტომობილი. გამოვიდა ქვევით საფეხური. საფეხურის გარეშე ამ მანქანაში საკმაოდ რთული იქნება ჩაჯდომა. უბრალოდ ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი ვერსიის Hammer-ი, ასე ვთქვათ. ნახეთ რა ხარისხის და რა დეტალებში არის გამოყვანილი მთელი ავტომობილი. მაგნიტური სარკე, საფარი, ღილაკები, მოდით გაჩვენოთ, ღილაკები, საათი, რომელზეც იცვლება სხვადასხვა driving mode-ები, რომელიც აქაც ეხატება და დიდი უზარმაზარი ღილაკები, რომლითაც ურთავთ რაღაც სხვადასხვა mode-ებს. როგორც ყოველთვის კლასიკურად შევამოწმოთ თუ როგორ ვზივარ მე და როგორ ვიჯდები ჩემს უკან. დიდი მოცულობა, პატარა დისპლეი, დიდი პანორამა, ლუკი, სხვათა შორის პანორამა გაყოფილია ლუკიც აქ და გაიღება, ელექტროკარებები. იცით რას ვერ პოულობ გათხოვა გაგრილებას უკანა სავარძლის. შეიძლება კონკრეტულად ამ ვერსიას არა აქვს, მაგრამ ზომით და ყველაფრით საკმაოდ დიდია. დავინახე რაღაცა საბარგულში. საინტერესოა რა არის. წავიდა. საბარგულში. აქ სავარაუდოდ პატარა ბორბალია, მაგრამ შეიძლება ბორბალიც არ იყოს, უბრალოდ საცავია. ეს არის გოლფის ჩანთები. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ემსხელა ჩანთა ჩაეტევა შიგნით. რკინა, რამ სიმაღლეა აქედან რაღაცის ჩადება, რა თქმა უნდა, ცოტათი რთული იქნება. ბევრი რაღაცნაირი კაუჭები აქვს შიგნით და დასამაგრები. ვერ გეტყვით, რომ დიდი საბარგულია ამ ხელა მანქანისთვის, მაგრამ ზომა დამაკმაყოფილებელია, რამ სიმძიმე კარებია. დიდი კარებია, ეს რა არის? არაფერი, დიზაინის ელემენტი ყოფილა. სავარაუდოდ ამაში არ იქნება ბორბალი, ეს იქნება საცავი ყუთი, რომელშიც რაღაცას ჩავდებთ. კი, ეს აშკარად არის საცავი ყუთი, რომელშიც რაღაცას ჩავდებთ. და აქედან არ აქვს არაფერი, ესე იგი რაღაცნაირად ეს საცავი ყუთი იღება და შიგნით იდება რაიმე ბარგი. კამერა რა თქმა უნდა აქვს, უარ შეუჩალოს 1, 2, 3. სამი კამერა აქვს უკან. მოკლედ M-Hero, ეს არის M-Hero. M-Hero 800 ლორინსერის მიერ შესრულებული ტიუნინგი. ნახოთ რა არის. არ გაიღო თვითონ.
რას ნიშნავს იცით? ლორენს წერის მიერში გაკეთებული ტიუნინგი შეხედეთ. ეს ყველაფერი ირეკლამოს ოქროს რაღაცნაირი ისენი აქვს, რა ქვია. ეს გამჭვირვალეა და მის იქით თითქოს ოქროთი დაწნული მასალაა თითქოს შიგნით. მონიტორი იქით ხარეს, კიდე ერთი მონიტორი. წინ პატარა მონიტორი და სიჩქარეების გადასართველი კოლოფი უბრალოდ ნახეთ. ერთი არის სიჩქარეებისთვის, მეორეა რაღაც მენიუსთვის, დასაწევად ავტომობილის და მესამე არის უკვე drive mode-ისთვის. სამი ერთნაირი თვითმფრინავის სტილის ამაგანით შორს როგორ უნდა წახვიდე, არ ვიცი, არის სუფთა ტანკი. ოღონ ბრენდი ტანკი კი არა. ტიპია ტანკის. რატომღაც მეგონა რომ ლორენსერი მაინც ცოტა რაღაც სერიოზულ რამეს გააკეთებდა, მაგრამ შეიძლება სერიოზულია, მაგრამ გამოიყურება ძალიან ვერა გიხსნით სიტყვებით როგორ გამოიყურება შიგნით იმედე და ეს ავტომობილი კარბონი არაგლოსი მატის რა ქვია შეღებილი უზარმაზარი ბორბლები წამოდით ვნახოთ უკან რა ხდება საბარგულში 1 2 3 აქ თუ რაღაცის ჩადება გინდათ სავარაუდოდ უნდა დაიყენოთ კიბეზე ახვიდეთ ზევით ჩადოთ და შემდეგ წამოხვიდეთ უკან იმიტომ რომ აი აქ წადო 1 2 და 1 2 და შევედი პრინციპში აქ შემიძლია შევიდე კარებიც დავხურო და ვიღაცის გადაყვანაც შეგიძლიათ მაგრამ აქ არის ზევით ლაკის სახურავი რომელიც ანათებს და გაყოფილი არის ორი ლუკი პანორამული წინა და უკანა ნაწილი. სხვათა შორის უკან ბევრად უფრო სერიოზულად გამოიყურება ეს ავტომობილი ვიდრე წინ. ვერ მოაჯახუნებთ კარებს. ავძვერი. ვერ გეტყვით რომ ან პატარა ან რაღაცა არა, საკმაოდ მასიურია. ეს არ არის რამე ჰამერი, რომელიც გარედან დიდად გამოიყურება და შიგნით პატარაა, არა. ეს ჩემთვის მე მეღიმება, ეხლა შეიძლება ვიღაცას მოწონს, თუნდაც არ გამიგოთ, არავის არ ეწყინოს, მაგრამ აი ეს რა თქმა უნდა, ეს რაღაც ოქროს დაწნული რაღაცეები შიგნით. ვერა, ეკრანი. მოკლედ რაღაცა ავტობუსი ვით არის რაღაცნაირი. უცნაურია რა, აი გემოვნების ამბავია. 1 2 3 ესე და ბოლო რაღაც შტრიხი ვერ გავაღებ მოკლედ ეს არის M Hero ლორენსერის შესრულებაში გავაგრძელებთ როგორ გამოიყურება სტანდარტული აქსესუარები ისეთი ავტომობილების როგორც არის მაგალითად Xiaomi, Nissan, Zikri და ასე შემდეგ. აი, როგორ გამოიყურება ნამდვილი მამაკაცის ნამდვილი ავტომობილის აქსესუარები. შეხედეთ. კანისტრა ეგრეთ წოდებული ტრუბები, ამწე, რა ქვია, ამას არ მახსოვს, ჩანთა, სენდტრეკი. მოხრუჭების სისტემა, დაკიდების სისტემა და რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი რისგან არის დამზადებული ვერც კი ხვდები ქვასავით არის დისკები. ხოლო ზევით დამცავები ქვევიდან, გვერდიდან, ზევიდან და ბოლოს საბარგულები და რა თქმა უნდა უზარმაზარი გამძლე
ამპერი. აი რაზე დგას, რა ბაზაზე დგას M Hero. უბრალოდ შეხედეთ. ეს არის ონკანი, რომელსაც გააღებთ და დახურავთ და მაგანა ჩავაქვევით და ავა, ეს არის პნევმატური დაკიდების სისტემა. ძრავი, ელემენტები, ელექტრომოტორი. რა თქმა უნდა, ბენზინის ავზი. ანუ დეკორატიული არ არის, ნამდვილია, გაბერილი ამორტიზატორები აქვს, ბალიშებით, ყველაფერი რეალურად მუშა ეგზემპლარია. მეგობრებო, მოვედით ლეოპარდის ტენთან, როგორც ვიცით, ლეოპარდი არის BYD-ის საბრენდი, რომელიც უშვებს მხოლოდ და მხოლოდ SUV-ებს და აქვს მოდელები, ყავს მოდელები ისეთი როგორც არის 3, 5, 7, 8, რაც ნიშნავს პრაქტიკულად ზომების მიხედვით განსხვავდება. 3 ყველაზე პატარა, 8 ყველაზე დიდი. შარშან იყო ანონსი 8-ის აჩვენეს, მერვე მოდელი, ხოლო დღეს აჩვენეს, დღეს არა, წელს აჩვენეს მოდელი 3. ეს არის ყველა ეს SUV დგას ეგრეთ წოდებულ ჩარჩოზე, რამაზე, მხოლოდ ესეთია, იგივე ანალოგიით როგორც Prado და მაგალითად Discovery ძველი და მაღალი გამოვლობის ავტომობილებია, არის როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდულები. ეხლა კი დავიწყოთ, დავათვალიეროთ თუ რა გვყავს და გავაკეთოთ პატარა მიმოხილვა. წავედით. Leopard 3 ყავს მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულ ვერსიაში, სრულიად მხოლოდ ელექტრო, არანაირი ჰიბრიდები. ყველანაირ მოდიფიკაციას რენჯი აქვს 500 კილომეტრი. 500 კილომეტრი გაშეულია გაეროს ნებისმიერ მოდიფიკაციას, მაგრამ განსხვავდება რითი? ამ 500 კილომეტრში, ესე იგი, ელემენტებით განსხვავდება, იქიდან გამომდინარე იქნება ეს უკანა წამყვანი თუ 4x4-ზე და ეხლა ვეგეტყვით, ესე იგი, უკანა წამყვანს ექნება 218 ცხენის ძალა და 65 კილოვატ-საათიანი ელემენტი, ხოლო 4x4-ზე წამყვანს ექნება 422 ცხენის ძალა და 73 კილოვატ-საათიანი ელემენტი. ამასობაში ცოტა ძბარე ციფრები. ფასები საქართველოში მინიმალურიდან მაქსიმალურამდე ეღირება 23-დან 25000 დოლარამდე. ჩვენ განვიხილავთ 3 კომპლექტაციიდან პირველს და მეორეს, იმიტომ რომ არის მესამე კომპლექტაცია, რომელიც უკვე მოდის დრონით და მე მგონი არ ვიცი ჯერ არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ყიდულობს Leopard 3-ს, რომელსაც ზევიდან ადგას დრონი. ეხლა კი ვნახოთ, გაჩვენებთ ამ დრონსაც, რა თქმა უნდა, მოგვიანებით. ეხლა კი ვნახოთ თუ რას წარმოადგენს Leopard 3, ყველაზე პატარა Leopard-ი, შიგნით როგორ ვეტევი მე და რა მოცულობა აქვს ინტერიერს. დავიწყოთ. ვნახოთ, როგორ შეგვიდით, ესე იგი რა ხდება Leopard 3-ის ინტერიერში და რა ზომა. ვიღაცა საკმაოდ დიდი ადამიანი იჯდა თორმე წინ. აი ეს არის ჩემი კომფორტული მოძრაობის პოზიცია. უზარმაზარი ღილაკები, გამჭვირვალე, ესეთი სერიოზული თვითმფრინავის გადასართველებითა აქვს სიჩქარების გადასართველი. მექანიკური, მაგრამ საკმაოდ დიდ არეალში მოძრაობის საშუალება აქვს საჭეს. ambient lighting-ი. მოკლედ ყველაფერი სულოდაგულო, რაც კი პრინციპში შეიძლება გამოგადგეთ, რა ლამაზი სარკე აქვს. ძალიან ლამაზი სარკე აქვს. თლიანად უჩარჩო სარკე აქვს. მოკლედ პანორამული სახურავი, ლუკი, უამრავი სისტემები მართვის, მოძრაობის. ნახოთ აბა ხარისხი, რბილი მასალა, რომელსაც ფუძე აქვს მყარი, რომ აჭერთ თითი ჩერდება ბოლოში. ძალიან მყარად არის შეკრული. ეს რა არის? აქ რაღაცა იდება. აი აქ აჭერთ და ეჯექტს უკეთებს. მოკლედ ნახოთ ეხლა ჩემს უკან როგორ დავჯდები მე. დავტოვოთ ღია და ვნახოთ
ჩემს უკან აი ჩემს უკან როგორ ვზივარ მე ერთი მუშტის ზომის ადგილი მაქვს წინა სავარძლამდე სენსორული შუქი armrest-ი USB და კონდიციონერის დეფლექტორები მეტი არც არაფერი ისეთი იცით ჩარჩოზე ეგრეთ წოდებულ რამაზე დამდგარი SUV-ისთვის საკმაოდ მაღალი სავარძელი აქვს, ანუ კომფორტულად შეიძლება ამაზე ჯდომა. არ წევხართ როგორც ხდება ხოლმე სხვა ავტომობილებში, მათ შორის პიკაპებშიც. თუ ეს არ არის ძალიან დიდი ზომის პიკაპი. ვეტევი კომფორტულად მიუხედავად იმისა, რომ გარედან გამოიყურება როგორც პატარა. აბა წავიდეთ ვნახოთ რა ხდება საბარგულში. და შევამოწმოთ თუ როგორ გამოიყურება და რას წარმოადგენს Leopard 3-ის საბარგული. ბევრს გონია რომ აქ სათადარიგო ბორბლებია ხოლმე, მაგრამ შეადარეთ, აქ ვერ იქნება სათადარიგო ბორბალი, სინამდვილეში ეს არის ვაჭერთ Relax, ეს არის кейსი, ეს არის ბოქსი, რომელშიც შეიძლება რაღაცა ჩადოთ სამოგზაუროთ. ერთადერთი რაც ვერ გავარკვიე, ეს არის ის იკეტება თუ არა ეს кейსი, როდესაც ჩაკეტავთ ავტომობილს. ამას გავარკვევ და გეტყვით, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შეძლებს გაღებას ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იკეტება. ზუსტად დავაზუსტებ. ნახოთ რა ხდება საბარგულში. საბარგულში არაფერი ისეთი. უკვე გათვლილი აქვს რაღაცების ჩასადებები. შეხედეთ, ამაში აყენია საბუფერი. ცალკე დევს. ეგრეთ წოდებულ პანელში და პატარა, საკმაოდ პატარა ზომის ერთი ჩემოდანი შევა რა, რამოდენიმე სპორტული ხელჩანთა რა მომწონს ამ ავტომობილებში ეს არის რომ რომელ პოზიციაშიც არ უნდა გააჩეროთ კარები, შემდეგ არ მოძრაობს იქით სანამ არ დაატნევთ ძალას. ისევ ბლოკავს. ამიტომ ქარი არ წაიღებს. ესეც მეგობრებო, შემდეგი Leopard-ი, კიდევ უფრო დიდი ზომა, ეს არის Leopard 7, რომელიც უკვე გვაქვს აქ არჩევანი გვაქვს. რა არის ჩვენი არჩევანი? ესე იგი, თავიდან დავიწყოთ რომ ეს არის ისევ და ისევ მხოლოდ ჰიბრიდული ვერსიები და მხოლოდ 1.5-იანი ძრავით, რომელსაც ექნება 156 ცხენის ძალა ამ შიდაწვის ძრავს, მაგრამ გვაქვს ვარიანტები უკანა წამყვანით და 4-4-ზე. უკანა წამყვანის შემთხვევაში გვაქვს ორი ელემენტის ვარიანტი, რომელიც მინიმალურში გაივლის ერთი დამოხდით 136 კილომეტრს, ხოლო მაქსიმალურში 200 კილომეტრს. შესაბამისად 26 და 6 და 35 და 6 კილოვატ-საათიანი ელემენტებით. ეს რაც ეხება უკანა წამყვანის შემთხვევაში ვირჩევთ ამ ვარიანტებს, მაგრამ რა თუ ვეხებით 4-4-ზე, აქ არის მხოლოდ ერთი უალტერნატივო ვარიანტი, ეს არის 35.5 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც გაივლის 190 კილომეტრს მეგობრებო. რაც ეხება ცხენის ძალებს 272 უკანა წამყვანზე და 490 4-4-ზე. ეს არის ელექტრო ცხენის ძალები. ეხლა კი გეტყვით რომ ეს ავტომობილი საქართველოში მისი მაქსიმალური ფასი იქნება $40,000-მდე, ხოლო ეხლა წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ჩავჯდეთ, აი აქ სახელური არ გვაქვს. ანუ აქ ვჯდებით ჩავღებდებით. უკვე მასაჟი ჩაურთია ვიღაცას. აი ეს ყველა სხვა Leopard-ებისგან განსხვავებით, აქ არ არის აი ეს ბრუტალურობა, არ არის. აქ არ არის ეს რა ქვია, გამჭვირვალე ღილაკები, ესეთი უამრავი სატრიალებელი, რომელიც ცვლის driving mode-ებს და ასე შემდეგ. არაფერი მაგის მაგვარი. აქ არის ჩვეულებრივი კლასიკური ჩინური სტილის ინტერიერი. გაკეთებული ისეთ სტილში, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით. იქნება ეს ლისანი თუ ასე შემდეგ მაგის მაგვარი ავტომობილი. დიდი პანორამა, ლაკირებული ინტერიერის დეტალები, სასიამოვნო მასალის სრული, სხვათა შორის მომწონს ეს ოთხკუთხედი ჩასადებები, აი ეს ღილაკი სხვათა შორის ბევრს ყოველთვის გონია სიჩქარეების გასართველი, არა აქო და რა თუნდაო, ეს არის უმეტესობა BYD-ის ავტომობილებში და Leopard-ი არის BYD. ეს ღილაკი საჭის ქვევით რთავს ავტოპილოტს. გადმოვიდეთ და ვნახოთ რა ხდება უკან. არ დაგავიწყებთ. ყველაზე მარტივია მარჯვენა ხელით ჩაჯდომა, აქ უკვე აქვს სახელური
ესე იგი, აქსესუარების ჩასადები ადგილი აქვს აქედან სხვადასხვა აქსესუარები, მონიტორი შეიძლება აქ დადგეს. ჩვეულებრივი armrest-ი, მაგრამ სავარძელი არის ქვევით ჩაწეული და ერთადერთი ოფციები, რაც გვაქვს უკანა სავარძელზე, ეს არის ის, რომ შეგვიძლია ზურგის პოზიცია შევცვალოთ, უკანა სავარძლის ზურგის პოზიცია. ერთზონიანი კლიმატ კონტროლი უკან, მხოლოდ ერთზონიანი კლიმატ კონტროლი, სიჩქარე და მიმართულება საით დაუბეროს. USB პორტები და მორჩა ამით ყველაფერი. მაგრამ ისევ და ისევ ყოველდღიურ მოხმარებაში მეტი აქ არც არაფერი არ გჭირდებათ. ანუ არც სუპერ ლუქსი არ არის საერთოდ, არც ძალიან მაღალი გამოვლობის ბრუტალური მანქანა არ არის. ანუ არის ავტომობილი ყოველდღიურ სასიარულოდ უკაცრავად, რომელიც დიზაინი, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ, ალბათ მე ნებისმიერს ურჩევდი, თუ დიზაინი მოგწონთ, მანქანა ღირსეულია, შეგიძლიათ შეიძინოთ, მე ესე მიმაჩნია. ნახოთ რა ხდება საბარგულში. მოვედით Leopard 7 საბარგულთან, როგორც ყოველთვის ვნახოთ რას წარმოადგენს ეს ყველაფერი. ნახეთ, ახატია ხელი არ დააჭიროთო. აქ არის კამერა. იმიტომ რომ ალბათ ყველას ღილაკი გონია. ღილაკი გვაქვს აქ, რომელიც გაიღო. მექანიკურია ეს სინამდვილეში, უბრალოდ ამორტიზატორებს მოაქვს. ისევ და ისევ, ესე იგი პატარა ჩვეულებრივი საკმარისი მოცულობის საბარგული, რომელიც სხვათა შორის აი ამ ნაწილს ამწეობა აქვს, აწერია 3 კილოგრამი, 3 კილოზე მეტი, ამაში არ უნდა ჩადოთ. ამაში კი აწერია 12 კილოგრამი. ანუ ამაზე 3-ზე მეტი არ უნდა დადოთ კილო, ამაში 12 კილოზე მეტი არ უნდა ჩადოთ. აწერია შიგნით ყველაფერი. ყველაფერი იდეალური კი არ არის. რახან ჩინური არ ნიშნავს რომ მაგარია. არ არის ელექტრო, არის მექანიკური. რა ხდება საბარგულში? როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ესე იგი იატაკი შეიძლება შეუცვალოთ სიმაღლის დონე, ავწიოთ, ჩავწიოთ აი ეს რაღაცა. ეს ძალიან ხშირად ხდება ჩვენ შემთხვევაში. 12 ვოლტიანი და 220-იანი სტეპსელი ჩვეულებრივად და მოცულობა, რომელშიც მე ჩავატევდი 1, 2, 3, 4 ალბათ 4 დიდ ჩემოდანს და კიდე რაღაცებს შევკვეხავდი მარჯვნივ მარცხნივ, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი და 4-კუთხედი საბარგული აქვს და მოცულობითაც არკები ბევრს არ ჭამს. ნახოთ, ჩერდება თუ არა ამის კარი. ამის კარებიც ჩერდება ნებისმიერ პოზიციაზე. კი, დავხუროთ. მოკლედ ეს არის Leopard 7. ერთი მაინტერესებს, აბა ესე და Leopard 7. რა შევამჩნიეთ მაშინ, როდესაც ჩავიხედეთ აი აქ. ჰიბრიდულ ავტომობილზე ჩვენ ხშირად ვიცით, რომ აქვს ორი კონტური გაგრილების სისტემის. ერთი ანტიფრიზი აგრილებს ძრავს, ცალკე ავზი უყენია, ერთი აგრილებს ინვერტორს, ან ელექტრომოტორს და მას ცალკე უყენია. პირველად ვნახე ესეთი რაღაცა, აქვს ერთი ავზი, რომელიც შუაზე შიგნით ეტყობა, რომ კედელით არის გაყოფილი და ორი ჩასასხამი თავსახური აქვს. ანუ ერთ ავზში არის ორივე კონტური გაგრილების, ერთი მიდის ძრავზე, მეორე მიდის ინვერტერზე. ამის მეშვეობით დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი რაოდენობის ადგილის ეკონომია მოხდა აი აქ. არ არის ორი სხვადასხვა ადგილა, სადაც ერთში არის და მილები გამოდის. მე მომწონს, მაგრამ ისევ და ისევ დამტვრევის და დალეწვის შემთხვევაში ერთს დაამტვრევთ, ორივე დაიმტვრევა. მაგრამ ჩვენ ხო არ ვფიქრობთ იმაზე დალეწვის შემთხვევაში რა ხდება. მოკლედ, მე მომეწონა. ნახოთ რა ხდება შიგნით. პრინციპში შიგნით რა ხდება და კარგი დაცული ხმის იზოლაციის მასალა აქვს, რბილი. მეტი არც არაფერი არ არის აქ შიგნით. 1.5-იანი ძრავი და ინვერტორი. მეგობრებო, მოვადექით ჯეტურის სტენდს და მინდა გაჩვენოთ ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ არ გინახიათ. ეს არის ჯეტური G
700 მეგობრებო. ეს არის უკვე ჯეტურის პრემიუმი, ეს არის უკვე სრულზომიანი დიდი ზომის SUV, ჯიპი ჩვენებურად როგორც ეძახიან, რომელიც არსებობს ჰიბრიდულ ვერსიებში, რომელსაც აქვს 2 ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელშიც არის 211 ცხენის ძალა, რომელსაც აქვს 34.13 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც გაგატარებთ 150 კილომეტრს ერთი დამუხტვით და სრული სავსე აუზით და სრული დამუხტვით 1400 კილომეტრზე მეტ რენჯს მოგცემთ ეს ავტომობილი, მეგობრებო. რაც ეხება ელექტრომოტორების სიმძლავრეს, ელექტროსიმძლავრე ამ ავტომობილს აქვს 694 ცხენის ძალა, მეგობრებო. დიდი ზომის არის და არსებობს 2 ვარიანტი, 2 ვერსია. ეხლავე მოგიყვებით, ერთი არის 2 რიგიანი, მეორე არის 3 რიგიანი. 2 რიგიანს მეორე რიგი აქვს მთლიანი, 3 რიგიანის შემთხვევაში შუაში მეორე რიგში გაქვთ 2 ცალკე სავარძელი და 2 მესამე რიგში. ეხლა კი ვნახოთ თუ რა ზომის არის, როგორ ინტერიერი აქვს და როგორ ჩავეტევი მე ამ ავტომობილში. აბა წავედით. შევძვრეთ შიგნით, ვნახოთ. რაზე არის საუბარი? გამოვიდა ფეხის ჩამოსადები. სხვათა შორის, აგერ არის. აგერ აქვს. სახელური. გაუწიო სავარძელი, ვიღაც პატარა იჯდა ძალიან. ვაუ. ვაუ. აი, ავტომობილი. ჯერ ეს ერთი რა ლამაზია. მეორეს ერთი უცხო ეს უკვე უცხო რამ არის. ეს უკვე არ არის ის, რასაც ყოველთვის ხედავთ ჩინურ ავტომობილებში. ეს არის წვრილი ეკრანი, რომელიც მიდის ბოლომდე, რომელზეც მთელი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს, ინკლომეტრიდან დაწყებული, დახრით, ამაღლებით, ბორბლები, რომელი სადმოძრაოს, მოკლედ მთელი ინფორმაცია აქვს. დიდი მონიტორი. ძალიან ბევრია, მაგრამ დიდი რაოდენობის ღილაკები სხვა ავტომობილებთან შედარებით, რაც მე რომ მკითხოთ ესეთი ტიპის ავტომობილში ძალიან კარგია, არ გიწევთ ეკრანში ძრომიალი მუდამ. ფუნდამენტალური ზომის არის ყველაფერი, დიდი ზომის სახელურები, დიდი ზომის ღილაკები. ნახეთ რა კარგი ხარისხის მასალა, ესო ალუმინია. შიგნით მოდით რა გაჩვენოთ ახლა, ეს ყველაფერი სხვათა შორის ანათებს, ლამაზად, ტექსტურირებული ყველაფერი. ალკანტარის სახურავი. უბრალოდ შეხედეთ რა მხელა ღილაკებია აქ, ყველაფერი ანათებს. ელექტრო
ჰიბრიდული ელექტროთი სიარული რამხელა გადასართველი აქვს და უზარმაზარი ღილაკი. მაგრამ ყველაფერი ესეთი დიდი და ფუნდამენტალურია, ელემენტარულად ჭიქების ჩასადებით ზოიომხელებია, ბოთლი ჩადევით შიგნით თუ გინდათ ჭიქა კი არა. ლუკი, უკან მონიტორი, შემდეგ პანორამა ორივე რიგისთვის. კამერებზე და ესეთ ფუნქციებზე ზედმეტია საუბარი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს ამ ავტომობილს და რა თქმა უნდა, ცოტათი მართკუთხა ფორმის საჭე. აუ, რა კარგი რამეა. ესე არ მომწონებია ჯერჯერობით არც ერთი ავტომობილი, რაც მოვედით გამოფენაზე, იმიტომ რომ ესეთი სტილი ავტომობილების მომწონს. ზევით დასადგამები აქვს სხვადასხვა აქსესუარების, უბრალოდ ისე კი არა, უნივერსალური კი არა, სპეციალური ლუკები აქვს იმისთვის, რომ ჩადგათ შიგნით სხვადასხვა აქსესუარები. სიმაღლეში ჩემზე მაღალია, ანუ ეს ავტომობილი ურტყავს 2 მეტრს სიმაღლეში. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება უკან. ხოთ სახელური აღძვერი ყველაფერი გათვლილია, არ კარგავენ არანაირ სანტიმეტრს, ტყუილ უბრალოდ შუაში გვაქვს მონიტორი, რომელზეც გვიჩვენებს რა ხდება, მაცივარი გვაქვს. აქ კონკრეტულად მაცივარს ვერ ხედავ. მაგრამ ეს რაც ეხება, ეს არის, ესე იგი, 2 სხვადასხვა მარჯვნივ და მარცხნივ 2 ინდივიდუალური დამოუკიდებელი სავარძელი. და რატომ? იმიტომ, რომ ამ ავტომობილში გვაქვს მესამე რიგი. ეხლა გადავწრები და ვნახოთ თუ რა ხდება. ესე კომფორტულად, ესე იგი, ვზივარ, მუხლებამდე 4 თითი მაქვს და ვნახავ უკან რა ხდება. წავედით, ვნახოთ რა ხდება უკან. რა არის აქა? აქ ცოტათი ამაღლებულია შუაში. აბა, ანუ თუ აჰა. ესე იგი გავწიე სავარძელი უკან და უკვე იცით რა შეასაქმე თუ ამ სავარძელს ცოტათი წინ გავწევ ისე რომ ფეხები თითქმის წინა სავარძელთან მქონდეს მიდგმული, მაშინ აქ კომფორტულად დავჯდები, მაგრამ თუ წევარ შუა რიგში, უკან უკვე აი შეხედეთ რაზე არის საუბარი. უკვე სხვანაირად არის უკან. ესე იგი ალბათ მეტრი და 80-მდე ადამიანი აქ კარგად გემრიელად დაჯდება იმ შემთხვევაში თუ მე წინ პრაქტიკულად წევარ, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი რისი ჩვენება მინდოდა მე. არასწორად ვაკეთებ. ესე იგი გადმოვიდეთ ისევ მეორე რიგში. რა არის ჩვენი მეორე რიგის მუღამი? ის რომ მარჯვნივ მეორე რიგში გვაქვს რა გვაქვს მაგიდა მაგრამ კიდევ გვაქვს ვინმე ხო არის წინ? არა, ვინ არის? ეს წავიდა. წინა სავარძელი წავიდა. მე არაფერს აღარ ვაჭერ, თვითონ წავიდა და მე წავედი რატომღაც უკან. წავედი უკან. გასაგებია რატომ მივდივარ უკან? აი რატომ მივდივარ უკან. მოკლედ დამაძინა, აქ დამაძინებს. ესე ჩემთვის წამოვგორდები, დავიძინებ აქ ტელევიზორი, აქ პანორამა, აქ ყველაფერი რაც მინდა, მონიტორები, ტელეფონის დასატენები, რაღაცეები, წევარ ჩემთვის, გემრიელად. მოკლედ ეს არის უკანა რიგი, მეორე რიგი ავტომობილის, რომელსაც ქვია G700. ძალიან მომეწონა ეს ავტომობილი მე. ნახოთ რა ხდება, არ დაგვავიწყდეს, ნახოთ რა ხდება საბარგულში. აბა ვნახოთ.
იცით რა ვერ გავიგე ერთ-ერთი რატო იღება კარები აქედან, როდესაც ჩვენ მანქანას ავტომობილს პარკინგს ვაკეთებთ მარჯვენა მხარეს. გამოდის რომ ვაღებთ და იქითკენ გვჩება, ხო? ასაგებია? მექანიკური ყოფილა. აი რას ვამბობ, ესე იგი, გავაჩერე ბორდიურთან და რაღაცები უნდა მოვიტანო, ესე იგი, კარებს უნდა მოუვარო და ჩავალაგო. რა მოხდებოდა ისე რომ გაიღოს აი ასე. მაგრამ მაგდენი რატომღაც არ გათვალეს. 1 2 კიდევ კარგი ელექტრონულია. გვაქვს როზეტი, შტეპსელი 220 ვოლტი, 2200 ვატიანი, 2.5 კილოვატიანი შტეპსელია. უი, აი რა კაი რამეც ქონია. ესე იგი, დავაჭირეთ და მანქანა უნდა წავიდეს ქვევით. არაო, არ მინდაო, კარებებია ღია. ღია კარებების შემთხვევაში, ესე იგი, ავტომობილი არ ჩადის ქვევით. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გვაქვს. ესეც ჩვენი ჯეტური, გულები ეხატება, ნახეთ, მატრიცული Matrix LED light ქვია ესეთ რაღაცას. როდესაც გულები დაეხატა ამ შემთხვევაში უყვარვართ ავტომობილს. ზომა სამრეგიანისთვის აქ როგორც ყოველთვის არც ერთ ავტომობილში არაფერი ნორმალური არ არის, მაგრამ ზევიდან აქ ყოველთვის შეიძლება ჩემოდნების და ბარგის დალაგება. სამი რიგის შემთხვევაში ამ ავტომობილში ჩათვალეთ, ადგილი არ გაქვთ უკან არაფრისთვის, მაგრამ მთელი სახურავი გაქვთ, რომელზეც სახლის დადგმა შეიძლება ალბათ. ხოლო ორი რიგის შემთხვევაში გვაქვს უკვე აი იმ ხელა სივრცე, რომ ერთი მეორეზე ორი ჩემოდანი თავისუფლად დაიდება და ზომის გასარკვევად გაჩვენებთ ვზივარ თავსაც არ ურტყავ იმ სიმაღლე, ინტერიერი აქვს და პრინციპში შემიძლია დავწვე, შევიდე და დაიხუროს კიდევაც და ორი ჩემნაირი პრინციპში აქ ჩაეტევა ჩაულებრივად. ნახოთ აქ რა გვაქვს, აქ არც არაფერი არ გვაქვს, უბრალოდ ერთადერთი ესეთი ბადე. დაიხურა? კი. ამაში, რა თქმა უნდა, უკვე არანაირი ისენი, ამაში არის სათადარიგო ბორბალი. ესეც ესე. ეს ჩვენი G700 ჯეტურისგან. ახალი რამა, წავედით. ბარემ გადავწყვიტეთ, რომ გვეჩვენებინა თქვენთვის რას ნიშნავს 7 ადგილიანი არა და 5 ადგილიანი ვერსია. ადგილი ბევრი, იგივე მონიტორი. შუაში უკვე გვაქვს ღილაკები და არა სენსორული დისპლეი იმისთვის, რა ქვია, კლიმატ კონტროლის სისტემის დასარეგულირებლად. ეს არის მთელი განსხვავება უკანა რიგში 7 ადგილიანსა და 5 ადგილიანს შორის. და ნახოთ 5 ადგილიანი საბარგული. აქ უკვე სხვა რაღაცა ახატია. აი ეს უკვე აბსოლუტურად სხვა რამეა. 5 ადგილიანში უკვე კარგი დიდი ზომის საბარგული გვაქვს, სადაც მე ჩემი ტეტრისის თამაშის მოყვარული ადამიანი ვიყავი ბავშვობაში და კარგად ვალაგებ რაღაცეებს იმაში, რა ქვია, საბარგულში. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ მე თავისუფლად ჩავდებდი 1 2 3 4 5 დიდ ჩემოდანს. მე არ გამიჭედა 5 ჩემოდანს ამ საბარგულში. თქვენ უბრალოდ რომ გესმოდეთ, რომ აგიხსნათ თუ რა მოცულობა აქვს საბარგულს, იმიტომ რომ ვიზუალურად ალბათ კამერა ვერ აჩვენებს იმ ზომებს, თუ რა ზომა არის საბარგული. ამიტომ გიყვებით ამას ყველაფერს ჩემოდნებით. დაიხურა. 5 ადგილიანი G700 გავაგზავნეთ. ესეც ავტომობილი, რომელიც გვეგონა რომ ეს არის ავტომობილი, რომელიც ძალიან პოპულარულია საქართველოში, გვეგონა რომ ეს არის T2, სინამდვილეში სხვადასხვა თარგმნებით, სხვადასხვა ვარიაციებით მივედით, რომ ეს არის ჯეტური free travel. ნახოთ რა არის ჯეტური free travel? აბა ვნახოთ. რაღაცით წააგავდა T2-ს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არ არის T2. აქ საერთოდ არ დგას T2. ჩავჯდეთ და ვნახოთ რა არის.
მარტივი, ჯეტური, 4 კუთხედი SUV. არა, ბევრი პრაქტიკულად არაფერს თქმა არ შემიძლია, ვზივარ. ღილაკები აქვს, ეკრანი აქვს. რა უნდა ვთქვა ამ ავტომობილზე, ისედაც ყველაფერი ვიცით. უბრალოდ სხვანაირია ცოტათი. ეხლა ვნახოთ რა ხდება უკან, ჩემს უკან. იქაც რო გააკეთებინათ სახელური რა მოხდებოდა. აქ არაფერი. ისეთი პარტე ინტერიერი. აბა ვნახოთ მასალა. მასალა. მასალა, აი, ეთყობა. ისმის? იმის ყუთივითაა, რა ქვია. მთლიანად ესეთია. უბრალოდ ქვევით უკვე ტყავის. აქაც, აი ამ ნაწილის გარდა ყველაფერი არის. რაღაცა ძალიან უხეში პლასმასისგან გაკეთებული, მაგრამ ესეთი ცარიელი ხმარატო აქვს შიგნით. მოკლედ ეს არის იაფიანი ჯეტური რა. ვერსიას გულისხმობ, აბა ვნახოთ. რა თქმა უნდა, ხელით. შვენიერი ზომის საბარგული აქვს. ღირსეული საბარგული აქვს ამ ზომის ავტომობილისთვის, რა თქმა უნდა. ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ავტომობილის შესახებ. Free traveler-ი მე მგონი როგორც ჩვენ გავარკვიეთ.